მოგეთ ახლა მეც საინტერესო ამბავი და მოგიყვეთ მაციაზე და ასე მადრიდის ემბლემით. რომლის ჩაცმას ესე მარტივი არ არის ესპანეთში. არ არსებობს რომ ამაზე ასე ვთქვათ კომენტარი არ გააკეთოს ესპანელმა. ეხლა მოგიყვებით რაშია საქმე. ეს სპორტული ადიდასის ზედაა და მოსიდა არ არის ეს ყოფილა თურმე მთელი ისტორია. ეხლა მოყვებით დავიწყებ. ჯოლიკანა მე. მოკლედ. ეხლა რაშია საქმე შემოკარგებო. ძალიან საინტერესო მომენტი. რეალ მადრიდის ზედა, აი აქ მადრიდის ემბლემა. ეს არის ჩემთვის უბრალოდ კულტური, აი ესეთი. ძალიან ხასიამოვნოსა, გაზაფხულოსა შემოდგება, იმიტომ რომ არ არის ძალიან ცხელი, არ არის ძალიან გრილი. და ეს საშუალოა მიდების დროს, როგორც ეხლა, მაგალითად, ზიანი ნორმალური საშუალო ტემპერატურა არის, ეს არის 14-15 გრადუსი. შესაძლებელია რომ ჩაიცვა ადამიანმა. მეც რამოდენიმეჯერ ახლა ძირითადად სპორტული ჩაცმულობები ძალიან მიყვარს, მაგრამ უფრო არის ალბათ არის სიმართლე გითხრათ ნატურალურია ხშირად. ვინცის მაგმიზერის გამო. ხო და რა ხდება ეხლა შემოკარგებო აქ ესპანეთში. ამას თუ ჩაიცმევ ზედას ჩათვალე რომ ცა გამარჯვება ჩვენსკენ არის თუ როგორც არის ესე იგი ერთხელ მეცოდა ერთმა ქალბატონმა გზაზე გამაჩერა უბრალოდ ერთად ავდიოდით ტრანსპორტში და გამესაუბრა ქვედა ფეხბურთის მოყვარული გაჯიჟებული ხარ მადრიდის ფანი ხართო მე არა ვარ ხალხნო მადრიდის ფანი უბრალოდ მაცია კულტურკი ესეც უბრალოდ მოხშეძენილი თორე არაფერ შვაში არ არის ისე კიდე დამჩასოდა არაფერ შვაში არ არის არაფერ შვაში მოკლედ რა მეშველებოდა რომ ესეთი ცანცარა არ ყოფილიყავი და ესეთი საინტერესო ნა აი ესე უნდა ვიარო ამის ესენა ავისხა ყველაფერი ეს სათვალეც გავიკეთო ეს არის ხელით ვერ ვახერხებ ხა ესე ყველაფრის ჩამომხობას თავზე ხო და ეს ისაა დრაკოშადეს მომაშორე ხლა რო კარგად წარსდგით თქვენს წინაშე აი ესე ვიმედი და აი გილოცავთ ნა აი მე არ შემიძლია ფარმაიკო მიდის სანახავად და რავი ყველაფერი ხა ხალხო ფეხბურთის აზრზე არა ვარ ბოლოდ როცა ყვირია ხო მეც ყვირი ვარ და მიხარია რა განსაკუთრებით თუ ჩემები იგებენ ხო საერთოდ მხოლოდ ესეთი მატჩები მაქვს ნანახი და მხოლოდ მან ვარ ესე აქტიურად ჩართული დანარჩენი აზრზე არა ვარ ესპანელებო გამიგეთ რა მაცადეთ შემაგდეთ ეს კურთუკი მოდი ახლოს მოვიტან აი მარტივი თან ორივე ჯერზე იყო ქალბატონი და იმას ყვებოდი ესე ავდივარ ტრანსპორტში ჩემთვის შვიდა წნარად ეს ხალი გამოექანა და დამიჯდა გვერდით მაშინ ცხოვრობდი სევილიაში არა მადრიდში სევილია სამხრეთით არის ესპანეთის სამხრეთით ხო და სხვა ოლქია ასე ვთქვათ აქ ოლქებად არის დაყოფილი ხო და ვაიმე ეს ხალი გაგიჟებული რა მეცის ესავარო რა ქვია მადრიდის ფანი ვარო მაგათი გულშემატკი ვარო მეთქი ვაიმე ქალბატონო რა შუაშია რუსთავიდან ვარ არ ვიცი ვერაფერს არ გეტყვი ნუ ხო ხდები ხო და აი ესე შემოკარგებო და საყვარლებო არ ვარ მე ის ქალი ჩამიდეს დამიჯერეს სხვასთანაც საქმე ჩვეულებრივი ჭკვიანი გამეძი კოხტა კუსკუსება გოგო ვარ და ვივარ ჩემს მომატებულ ოთახში მაცად გაფართოება ჩემი
კოფე აპარატკა აკარი. აბა მოგესალმებით, შემოსაყვარლებო და რას არ ნახავ ამ ევროპაში, რას ვიკეთებ ეს თავრობა. აი, ესეთი რაღაცა კერძი ვიპოვე. კერძი. ვერმისელი აწერია და ვერუშველი ნამდვილად. არ ვიცი, კაპრონის ზაფია რა არის, რა ჯანდაბა, ვერ გავარკვევი. აი მე ერთხელ უნდა გადავწყვიტო ამის ჭამა. აი ნახეთ. აი ესე გამოიყურება. იწერია რომ არის ვეგეტარიანული დაჟე. აი მე აი ესეთი კაპრონის იმასე ვიქოთ ის მეკონა, თოკები მეკონა. ამას ვიყიდი დავაგემოვნებ და მე თუ გადარჩი აუცილებლად მოგახსენებთ ჩემს მდგომარეობას. აკიდო. ხო, ეს კიდე რაღაცას გავს. მე მგონი ეს ის არის, ხო, რასაც მეც ვფიქრობ და თქვენც ფიქრობთ. ეს ნამდვილად ის არის. მე სანერეთ არის კაცო, ესე ყოფილა. ეს ოქრო და ვერცხლი და ბრილიანტი ვერ მისელიო. ვერ გიშველი ვერ აბა. თანაც 2 და 80 евро 219 ეს 3 და 29 ეს ჩაულებრივი ვერ მიშველი ფასი ერთი წუთი გეიმცვალე. მოვიდი ბულღულეულის სექციაში აგერ ადამიანური ფასები. აი ესე. დაჟე 900 გრამიან მაკაროს евро და 12-ად იყიდი. მიშველი. აი მასე გაგიჟდი შედაროცხლო კაპრონში ვარ გადაიხადო. ხელა ფასი евро და 39 აგერ евро და 7 500 გრამიანი. რა ვიცი, აი რა გითხრათ, ვაკაცია და გუნებაო, რომ აი ეს ცოტა სქელი. მიშველი და არ მინდა კაცო კაპრონის ზაფი არ მინდა რა ვიცი.